ამერიკულ საგარეო პოლიტიკაში არსებობს ერთი სტრატეგია, რომელსაც ამერიკა პერიოდულად უბრუნდება ხოლმე. რწმენა იმისა, რომ ავტორიტარული რეჟიმის საკვანძო ფიგურის ჩამოშორებით მთელი სისტემა დომინოს პრინციპით ჩამოიშლება. 2003 წელს ბაღდადში შეჭრის და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობისას თეთრ სახლს ჯეროდა, რომ ლიდერის განადგურებით რეგიონში ახალ წესრიგს დაამყარებდა. ერაყის მაგალითში ვაშინგტონმა შეიძლება ტაქტიკურად გაიმარჯვა, თუმცა ჰუმანიტარული კატასტროფა, 100,000-ობით მსხვერპლი და 10 წლეულობის ქაოსი მოუტანა მანამდე განვითარებად ქვეყანას. ანალიტიკურ წრეებში არსებობს ასეთი მოსაზრება. ამერიკა მიულად მოიგო ომი, მაგრამ სრულიად წააგო მშვიდობა და წლების შემდეგ ვაშინგტონი ზუსტად იგივე ტაქტიკას იყენებს ირანშიც. როგორც ჩანს, ვაშინგტონმა ჩათვალა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის თუ საკვანძო სამხედრო ფიგურების განადგურებით თეირანის პარალიზებას მოახდენდა და იმავე შედეგს მიიღებდა, რაც ერაყში მიიღო. Just a few minutes ago, an air raid is in progress over Baghdad. Explosions in Baghdad. Our nation enters this conflict reluctantly. თუმცა პენტაგონში დაიგნორეს მთავარი ფაქტორი. ირანი არ არის ერაყი. წლების განმავლობაში, როცა უყურებდნენ ამერიკის დამხობილ მთავრობებს, ისეთი სისტემა შექმნეს, სადაც ლიდერის მოკლით რეჟიმის სიმტკიცე არ ტყდება. სწორედ აქედან იწყება გლობალური ეკონომიკის უმძიმესი კრიზისი. ჩათვალეთ, რომ მთელი მსოფლიო ეკონომიკა უზარმაზარი ცოცხალი ორგანიზმია. ნავთობი და გაზი მისი სისხლია, სავაჭრო მარშრუტები სისხლძარღვები, ხოლო ჰორმუზის სრუტეზე გადის ყველაზე ვიწრო კრიტიკული არტერია. თუ ამ არტერიას გადაკეტავ, ორგანიზმი იმ წამსვე არ მოკვდება, მაგრამ მისი ორგანოები, ანუ მთელი მსოფლიოს ქვეყნები, უმძიმეს შოკში ჩავარდებიან. სულ რაღაც 33 კილომეტრიანი წყლის ზოლი, სადაც ერთ მხარეს ირანი დგას, მეორე მხარეს კი ომანი. წელს ომის დაწყებამდე ამ ვიწრო დერეფანში გადიოდა დედამიწაზე მოხმარებული ნავთობის ყოველი მეხუთე ლიტრი, დღეში 20 მილიონი ბარელი და თხევადი აირის მეოთხედი. ამ ენერგიის უდიდესი ნაწილი აზიის გიგანტებს, ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიას და სამხრეთ კორეას ასაზრდოებს. პირველი რეაქცია, რაც ასეთ დროს ადამიანებს უჩნდებათ, მარტივია. თუ ჰორმუზი ჩაიკეტა, ნავთობს სხვა საშუალებებით გადავიტანთ, ხმელეთით, მილსადენებით, სატვირთო მანქანებით, მაგრამ აქ სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით. რომც არსებობდეს მილსადენები ჰორმუზიდან ჩინეთამდე ან იაპონიამდე, მათი მიწოდებული ნავთობის რაოდენობა გემებით მიწოდებულის მეხუთედიც კი ვერ იქნებოდა. სპარსეთის ყურის 8 ქვეყნიდან 4-ს, ქუვეითს, ბაჰრეინს, ყატარს და ერაყს ოკეანეში გასასვლელი საერთოდ არ გააჩნია. ჰორმუზი მათთვის ერთადერთი ჭიშკარია და როცა ის იკეტება, მათი ეკონომიკა უბრალოდ ჩერდება. მაგალითად, ქუვეითი და ყატარი გლობალური ენერგობაზრიდან ფაქტობრივად გაქრნენ, ხოლო ერაყის ექსპორტი განახევდა. საუდის არაბეთმა და საამიროებმა მილსადენები გაიყვანეს ერთი წითელ ზღვამდე, მეორე ომანის ყურემდე. ამით ნავთობი ჰორმუზს გვერდსუვლის, მაგრამ ეს მილები დღეში მხოლოდ 5 მილიონ ბარელს ატარებენ. ჰორმუზში კიდევ 20 მილიონი გადიოდა. თან ომის დროს ირანმა სწორედ ამ მილებს დაარტყა. სატუმბის სადგურები არასტაბილური გახდა. გზა დაზიანდა. ნავთობი მილიდან კვლავ გემებზე გადააქვთ. ამ პერიოდში ერაყმა სადა იმპროვიზაცია, სატვირთო მანქანებით ნავთობის გადაზიდვა ავტოცისტერნებით, სირიის ბანიასის პორტისკენ. თუმცა ამით ექსპორტის მხოლოდ 6% დაფარა. ჰორმუზის სრულად ჩასანაცვლებლად საჭიროა 55,000 ავზებიანი სატვირთო, რაც ნიშნავს, რომ უდაბნოში ყოველ წამში ერთმა მანქანამ უნდა გაიაროს, შესვენების გარეშე, 24/7-ზე. ასეთი ლოჯისტიკა ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ ირანის ხელში არსებული ეს ბერკეტი ჰორმუზის სრუტის სახით ამერიკის ზესახელმწიფოსაც კი აშინებს. დიდი ქვეყნები ებრძვიან არა მხოლოდ ირანს, არამედ თვითონ გეოგრაფიას, რომელმაც თეირანს ეს უზარმაზარი ძალაუფლება მიანიჭა. ირანმა ეს ლოგიკა ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა. მისი თქმით, ჰორმუზი რეგიონის ქვეყნებს ეკუთვნის და არა ამერიკას. Donald Trump says a peace deal with Iran will be signed tomorrow on his 80th birthday. ივნისში საკუთარ დაბადების დღეს ტრამპი გამარჯვებული ვითიდგა და აცხადებდა: შეთანხმება ხელმოწერილია, ჰორმუზი იხსნება, ომი დასრულდაო. We just made a great settlement of the war with Iran.
აგვისტოში ირანი და ომანი თითქმის შეთანხმდნენ ახალ მარშრუტებზე, მაგრამ თეირანი პირდაპირ ამბობს, სრუტე არ გაიხსნება, სანამ ვაშინგტონი არ გადაიხდის კომპენსაციას და არ მოხსნის ბლოკადასო. ტრამპი კი უკვე საპასუხოდ ირანისგან ითხოვს ფულს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მისივე თქმით ირანმა მოკლა. ანუ ბერკეტი კვლავ ირანის ხელშია და შეთანხმება ისევ გაწელილია. So badly hurt, so badly wounded or killed, many thousands of people, and maybe damages for the 52,000 protesters over the last 4 months that were killed in Iran. უსაფრთხოება, ეკოლოგია და ნავიგაცია კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული და ირანელმა გადასახადების გადამხდელებმა ეს ტვირთი მარტომ არ უნდა ზიდონო. თეირანი აცხადებს, რომ ამ მომსახურების საფასური იმ გლობალურმა ნავთობკომპანიებმა უნდა გადაიხადონ, ვინც ამ სრუტით სარგებლობს, ანუ ძირითადად ამერიკულებმა, რომლებმაც ამ ომის ხარჯზე ათეულობით მილიარდი დოლარი იშოვეს. ასე აქცია ირანმა გეოგრაფიული მდებარეობა პოლიტიკური არ აღად, მაგრამ ეს კრიზისი მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე არ სრულდება. ირანი და ყატარი მსოფლიოში შარდოვანას უმსხვილესი მწარმოებლები არიან. ეს არის აზოტოვანი სასუქი, რომელიც ბუნებრივი აირისგან მზადდება. ამას ემატება გლობალური ამონიუმის 25%, გოგირდის 50% და ნახევარგამტარებისთვის კრიტიკული ჰელიუმის 33%, რომლის მიწოდებაც ყატარის ობიექტებზე დარტყმის შემდეგ შეჩერდა. ენერგიის კრიზისი გადადის ქიმიურ მრეწველობაზე, შემდეგ სასუქების დეფიციტზე, შემდეგ სოფლის მეურნეობაზე და საბოლოოდ პურის ფაზზე მაღაზიის დახლზე. ყველგან, მთელს მსოფლიოში, ყველაზე მძიმე დარტყმას კი აზიის და აფრიკის ღარიბი ქვეყნები მიიღებენ. ფრაზა ჰორმუზი დაიხურა სინამდვილეში ნიშნავს დაკარგულ მოსავალს, გაძვირებულ საკვებს და შიმშილს ათასობით ოჯახში. როდესაც ერთი ონკანი იკეტება, მსოფლიო ეძებს მეორეს. აქ სცენაზე გამოდის ბაბელმანდების სრუტე, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მეორეც საფრთხის ქვეშაა. თან ჰორმუზის ალტერნატივა ვერანაირად ვერ გახდება, რადგან ჰორმუზი სპარსეთის ყურის ჩახერგილი ენერგეტიკული ჩიხია, ხოლო ბაბელმანდები სრულიად სხვა გეოგრაფიულ აუზში მდებარე სავაჭრო მაგისტრალი, რომელსაც ერთი მხრიდან აზიის იემენი, ხოლო მეორე მხრიდან აფრიკის ჯიბუტი და ერიტრეა ესაზღვრება. ის არის ერთადერთი საზღვაო გასასვლელი, რომელიც წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. თუ ბაბელმანდები ჩაიკეტა, აზიას და ევროპას შორის გლობალური ვაჭრობის 12-15% ჩერდება. ანუ გემებს უწევთ მთელი აფრიკის კონტინენტის შემოვლა, რაც მგზავრობას 10-14 დღით ახანგრძლივებს, საწვავის ხარჯებს კოლოსალურად ზრდის და გლობალური მიწოდების ჯაჭვს სრულ პარალიზებას უკეთებს. სუეცის არხი კი ეგვიპტეში ხელოვნურად გაჭრილი ვიწრო წყლის გზაა, რომელსაც შეზღუდული გამტარუნარიანობა აქვს. დღეში მხოლოდ 50-70 გემს ატარებს და დიდი ტანკერები მასში ვერ ცეტევიან. ჰორმუზის დახურვის შემდეგ ბევრმა იფიქრა, კარგი ნავთობი წითელ ზღვაზე გავიტანოთ, ბაბელმანდებით გაუშვათ, მაგრამ მესორი სრუტე ერთმანეთს არ ცვლის. ეს სათადარიგო გეგმაც ჩაიშალა. მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა იემენში ჰუსიტების პოზიციები დაბომბა, იემენელებმა საპასუხო დარტყმები მიიტანეს საუდის არაბეთის წითელი ზღვის ნავთობ ობიექტებზე, არამკოს ინფრასტრუქტურაზე იანბუსა და ჯიზანში და საზღვაო ბლოკადით სრუტეში ტრანზიტი მინიმუმამდე დაიყვანეს. ივნისში დადებული 60 დღიანი ცეცხლიშეწყვეტის შეთანხმება მალევე დაარღვია ტრამპმა და ირანზე დარტყმები განაახლა. I think it's over. I don't want to deal with them anymore. They're scum. You know what scum is? They're scum. They're sick people. They're led by sick people. ვაშინგტონის ამ ნაბიჯს ერთი კონკრეტული ან მარტივი ახსნა არ გააჩნია, მაგრამ არსებობს რამდენიმე ძირითადი ვერსია. ამერიკას სურდა ირანის სამხედრო მანქანა საბოლოოდ გაენადგურებინა, სანამ თეირანი ძალების აღდგენას მოასწრებდა. მეორე ბევრად უფრო სერიოზული ანალიტიკური ვერსიით კი აქ გადამწყვეტი როლი ისრაელის ლობმა ითამაშა. ამერიკის კონტრტერორიზმის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ჯო კენტმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა და ღიად განაცხადა, რომ ისრაელმა თავისი სტრატეგიული კარტი იდეალურად გაათამაშა. მან დაარწმუნა ამერიკა ირანის უზენაესი ლიდერის მოკლაზე, ჩაკეტა დიპლომატიის ყოველგვარი შანსი და ვაშინგტონი დიდ ომში ჩაითრია. მოგვიანებით, როდესაც ამერიკამ ამ კონფლიქტში მილიარდები დაკარგა და უკანდახევა გადაწყვიტა, ისრაელის ლობმა ისევ ჩვეული ინტენსივობით იმუშავა. პროცესი კვლავ გააქტიურა და შეთანხმება ჩაშალა. სანამ თეთრი სახლი ამ გაწელილ ომში იფლობა, თავად ისრაელი აფართოებს საკუთარ გავლენებს მთელ რეგიონში. როგორც არ უნდა იყოს, სამხედრო ესკალაცია განახლდა, ხოლო ბაბელმანდების გასაღები ამ დროს პატარა ჯიბუტს უჭირავს. ჯიბუტი 1977 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მხოლოდ ქვიშა, მარილი და აქლემები იყო.
მაგრამ ჯიბუტმა გაიაზრა თავისი გეოგრაფია. ვინც აკონტროლებს ჯიბუტს, ის აკონტროლებს მთელს რუტეს. დასავლეთმა და ამერიკამ ჯიბუტში სამხედრო ბაზები იჯარით აიღო. ჩინეთმა ააშენა რკინიგზები, პორტები და ინფრასტრუქტურა. ახლაც ჩინური და ამერიკული სამხედრო ბაზები გვერდიგვერდ დგას. ეს ბაზები არის სავაჭრო გზების გასაკონტროლებლად და საჭიროების შემთხვევაში რეგიონზე ზეწოლისთვის. ხო, ჯიბუტში კიდევ საფრანგეთის, იაპონიის და იტალიის სამხედრო ბაზებიც არის. ამ სივრცეში ფეხის დადგმას მოსკოვიც ცდილობდა. თუმცა ჯიბუტი მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, დიდ სახელმწიფოებს შორის არსებულ დაპირისპირებას ოსტატურად იყენებს და თითოეული მათგანისგან ინვესტიციებს და პოლიტიკურ გარანტიებს იღებს. Because Yemen's Houthi rebels, they could attack a commercial ship and could log the strait up for weeks, if not months. როდესაც მოსკოვმა მოინდომა ჯიბუტში სამხედრო ბაზის გახსნა, ვაშინგტონმა ჯიბუტის მთავრობას იჯარის ორმაგი თანხა შესთავაზა და უბრალოდ გადაუხადეს იმისთვის, რომ ქვეყანაში რუსები საერთოდ არ შეეშვათ. სწორედ ამ მჭიდრო დაპირისპირების გამო რუსეთისთვის იქ დამკვიდრება ჯერჯერობით შეუძლებელი გახდა, მაგრამ კვლავ ცდილობს მოლაპარაკებებს და ჯიბუტს მიანიშნებს, რომ თუ კარს არ გაუღებს, ბაზას მეზობელ ქვეყნებში გახსნის და ფულით სხვასთან წავა. ამერიკას სოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია ყავს, მაგრამ სამხედრო ძალასაც კი არ შეუძლია გეოგრაფიის შეცვლა. რამდენი ასეული მილიარდიც არ უნდა დახარჯოს, რადგან ამერიკის ის 3 ატომური ავიამზიდიც კი უძლური აღმოჩნდა ირანის მიერ გაშლილი ასიმეტრიული საზღვაო ბლოკადის წინააღმდეგ. ირანის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მას არ სჭირდება უზარმაზარი ფლოტის განთავსება სრუტეში. ის იყენებს იაფ რაკეტებს, დრონებს, სწრაფ კატარღებს და საზღვაო ნაღმებს. გემის ჩაძირვაც კი არ არის საჭირო. საკმარისია სადაზღვეო კომპანიამ თქვას, რომ ამ ზონაში რისკი ძალიან მაღალია და სატვირთო გემები იქ აღარ შევლენ. სავაჭრო გზა უკვე პარალიზებულია. საბოლოოდ ამერიკა ჰორმუზის ჭაობში ეფლობა და მოკავშირეების ნდობას კარგავს. მთელი თანამედროვე ცივილიზაცია ორ ვიწრო წყლის დერეფანზეა ჩამოკიდებული. საერთაშორისო პოლიტიკაში ხშირად ყველაზე ძლიერი იარაღი არც ბომბია და არც ავიამზიდი. ხშირად ყველაზე ძლიერი იარაღი რუკაზე საკუთარი მდებარეობის სწორად გაანალიზებაა.